გადავინაცვლოთ რუსთავში, სადაც ასევე 7 ვითარებაში ჩატარდა კენჭისყრა. ქალაქის მასშტაბით გახსნილი იყო 58 საარჩევნო უბანი. მთელი დღის განმავლობაში ხმის მისცემის პროცესს თვალსადევნებდა ჩვენი კორესპონდენტი რუსუდან ლოლაძე, რომელიც რუსთავიდან ისაუბრებს არჩევნების მიმდინარეობის შესახებ. დიახ, მას შემდეგ, რაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პირველადი მონაცემები გამოაქვეყნა, ქართულ ოცნებაში გამარჯვებას ზეიმობენ. ნინო ლაცაბიძემ პირველი კომენტარი გუნდთან ერთად უკვე გააკეთა. მან გუნდის წევრებს მადლობა გადაუხადა, ასევე მადლობა გადაუხადა რუსთაველებს მხარდაჭერისთვის და განაცხადა, რომ ეს იყო უპრეცედენტო მხარდაჭერა. ნინო ლაცაბიძე ამბობს, რომ ის გაამართლებს რუსთაველების იმედებს და დაიწყებს იმ გეგმის განხორციელებას, რომელიც უკვე არსებობს და ქალაქს უფრო მიმზიდველს და ძლიერს გახდის. რაც შეეხება დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს, დღის განმავლობაში რუსთავში არჩევნები საკმაოდ 7 ვითარებაში მიმდინარეობდა, როგორც საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, არც ერთი საჩივარი არ დაწერილა. განსაკუთრებული მადლიერება გვინდა გამოვხატოთ რუსთავის ქართული ოცნების გუნდმა, თითოეული იმ რუსთაველის მიმართ, ვინც დღეს არჩევნებზე მივიდა და მხარი დაუჭირა ჩვენი ქალაქის განვითარების გაგრძელებას. მხარი დაუჭირა იმ ძლიერ მეგობრულ კვალიფიციურ გუნდს, რომელიც გააგრძელებს მომდევნო 4 წლის განმავლობაში კიდევ უფრო მეტი мотивაციით, კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმით და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით ჩვენი ქალაქის განვითარებას. 8 საათზე დაიხურა რუსთავის 58-ე საარჩევნო უბანი, მშვიდგარემოში მიმდინარეობდა საარჩევნო თვითონ პროცესი, კენჭისყრის პერიოდი. ამ ეტაპზე უბანი გადასულია უკვე წინასწარი შედეგებზე, ანუ ხმის დათვლის პროცედურაზე და მე მინდა გითხრათ, რომ ჯამში მოსული არის სულ 37575 ამორჩეველი, რაც 35% ნიშნავს რუსთავის ამორჩევლების. სულ რუსთავში 58 უბანი და 3 სპეცუბანი ამ დროისთვის დათვლილია 58-ვე უბანი, ხოლო 3 სპეცუბანი, რომელიც უკვე განთავსებული არის პენიტენციურ დაწესებულებებში, მისი ხელით გადათვლა მოხდება, რადგან ტრადიციული წესით მიმდინარეობდა აქ არჩევნები. რუსთავში 106,654 ამომრჩეველია რეგისტრირებული, დღეს საკუთარი არჩევანი რეგისტრირებული ამომრჩევლების 35%-მა გააკეთა.